მარტივია ნაციონალური მოძრაობა მერიაში კორუფციაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრები დავით არმანიას მერობის 5-იან პერიოდში სამართალ დარღვევის ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ საგზაო სამუშაოების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. ნაციონალურ მოძრაობაში დღესვე მერიაში გამოეხმაურნენ. და გამოვყოთ საგზაო სამუშაოები, სადაც მხოლოდ იმიტომ, რომ არ ტანდება ტენდერები და ხელშეკრულებები ფორდება ერთგვართან მოლაპარაკებით, უკვე გაიფლანგა 700.000 ლარამდე მინიმუმ ბიუჯეტიდან სამუშაოები არ სრულდება, ან სრულდება უხარისხოდ მხოლოდ იმიტომ, რომ კონტრაქტები ფორდება თბილისის მერთან და ქართული ოცნების პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ კომპანიებთან, მაგალითად შპს ცეკური, რომლის დამფუძნებელი და მფლობელი არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სერგო ხაბულიანი, შპს დაგი, რომელსაც 1.8 მილიონი ლარის სამუშაოები მიეცა, რომელსაც არანაირი გამოცდილება ასფალტის სამუშაოების წარმოების არ გააჩნია და არსებობს დიდი ეს პირადად დავით არმანიასთან დაკავშირებული კომპანია. გუშინდელი ტესტირების შედეგად, რომ მათ მიერ მოყვანილი კადრები არიან სრულიად არაკვალიფიციური, ნახევარზე მეტმა ვერ გაიარა ტესტირება და რაც ყველაზე სამწუხაროა, მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის გამგებლის მოადგილეებმა, სამსახურის უფროსის მოადგილეებმა და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღები ადამიანები იყვნენ არაკვალიფიციური მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამიტომ გასაკვირი არ არის, რაც ხდება ქალაქში, რატომ არის ისეთი გადაწყვეტილებები, რატომ ვერ იგება ქუჩები, რატომ ვერ კეთდება ავარიული შენობები და რატომ ტარდება არაკვალიფიციური ტენდერები. 2014 წელს ძალიან გვიან დაიწყეს ჩვენმა წინამორბედებმა ტენდერები, განსაკუთრებით ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ ტენდერებს. ზოგიერთი მათგანის ჩაშლა მოგვიწია, ვინაიდან არ იყო დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაცია. ამის შემდეგ ნაწილი ხელახლა გავიდა ტენდერზე, ნაწილი იქ სადაც სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობით უნდა დაგვეწყოთ, დავიწყეთ გადაუდებელი აუცილებლობით. ყველა ტენდერი და ყველა შესყიდვა, რაც ჩვენ განვახორციელებთ, თუნდაც გადაუდებელი შემთხვევით, კანონმდებლობის სრული დაცვით არის განხორციელებული და 40-ზე მეტ ქუჩაზე შემოდგომის პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.